თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა განახლდა. საბადურის ტყეში დასვენების მსურველებისთვის სხვადასხვა სივრცე მოეწყო, მათ შორის ამფითეატრი, ფანჩატურების საფეხმავლო ბიბლიკები და უნიკალური ლანდშაფტი. თბილისიდან 23 კილომეტრში განტვირთვისთვის საჭირო ყველა პირობა უკვე შექმნილია. რა გელოდებათ საბადურის ტყეში ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევის მსურველებს, ნახეთ გვანცა ცისკაძის სიუჟეტი. თუ თავისუფალ დღეებში ქალაქის ხმაურისგან დროებით გარიდებას და მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში განტვირთვას გადაწყვეტ, თბილისის ეროვნული პარკი ამისთვის იდეალური ადგილია. საბადურის ტყით გამორჩეულ თბილისის ეროვნულ პარკში ვიზიტორებისთვის ახალი სარეკრეაციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. არის მოწყობილი ბავშვთა ამფითეატრი არის პირდაპირ ამ ლოკაციაზე. მოდიან სკოლის მოსწავლეებიც, ექსკურსიები იმართება, ღონისძიებები ტარდება, ვისაც სურს მობრძანდეს დაისვენოს, გაერთოს. რეკრეაციული ზონა მოწყობილია 7000 ჰექტარზე, სადაც გაშენებული არის როგორც დასასვენებელი სივრცე, ესე ვთქვათ, ფანჩატურები, გვაქვს საბავშვო სივრცე, საბავშვო მოედანი, ასევე უზრუნველყოფილია ბილიკებით. რადგანაც საბადურის ტყე საკმაოდ ახლოს არის თბილისის ცენტრიდან, მაქედან გამომდინარე, ყველა ვიზიტორს, როგორც ქართველს, ასევე უცხოელს, შეუძლია რომ ამოვიდეს თავის ოჯახთან ერთად, ბავშვებთან ერთად, გაატაროს დრო ბუნებაში. პარკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურით სარგებლობა გარკვეულ შემთხვევაში ფასიანია, თუმცა ვიზიტორებს ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვთ. ძალიან კარგი გარემოა, ინფრასტრუქტურა არის მოწყობილი, ბევრი ფაცხები შეხვდებათ აქ, ასევე ბავშვებისთვის არის გასართობის სივრცეები და რაც ყველას ურჩევ რომ ამოვიდეს და გაერთოს მეგობრებთან ერთად. თბილისთან ძალიან ახლოს არის და განსატვირთად ძალიან კარგი საშუალება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილია, ასევე მოგონებების შექმნა შეგიძლია, დამახსოვრება, ფოტო გადაღება და ძალიან კარგია, მოკლედ, თან დაბალი ტემპერატურა, რაც მთავარია ზაფხულისთვის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საბადურის ტყე გამორჩეულია არა მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტით, არამედ ეკოლოგიური მნიშვნელობითაც. ეს უნიკალური ტყე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედაქალაქის ჰაერის გაჯანსაღებაში. ამიტომ მას ხშირად დედაქალაქის ფილტვებსაც უწოდებენ. მისი სილამაზისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება თითოეული ვიზიტორის პასუხისმგებლობაცაა. პარკის ტერიტორიაზე სტუმრების უსაფრთხოებასა და ბუნებრივი გარემოს დაცვაზე კი მუდმივად ზრუნავენ რეინჯერები. ძირითადად რეინჯერის მოვალეობა რა არის? ტყის დაცვა, ხის არ მოჭრა აქ, არ დაფიქსირება, ნაგვის დაყრა რო აკრძალულია, ეგ ისე რაც ვიცით დაცულ ტერიტორიებზე და თუ ძირითადად ტყის შემოსვლა, სისუფთავე უნდა დავიცვათ. ცეცხლის დიზდანთება არ შეიძლება, ეგ განსაკუთრებული მოწოდება ხომ და მოუწოდებთ ყველას ამ ეტაპზე. ნუ ძირითადად საერთოდ არ შეიძლება ყველა სეზონზე, მაგრამ ზაფხულშია შემოდგომით, მეტ-უმეტეს. თბილისის სიახლოვეს მდებარე საბადურის ტყით გამორჩეული თბილისის ეროვნული პარკის განვითარება და ახალი სარეკრეაციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცის შექმნა. დედაქალაქის მოსახლეობისთვის ბუნებაში განტვირთვისა და დასვენების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის. პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. პარკის ეკოტურისტული მიმართულებით განვითარება ხელს უწყობს ტურისტული სერვისების შექმნას, ადგილობრივების ტურისტულ ბიზნესში ჩართვას და რეგიონში ახალი შესაძლებლობების გაჩენას.